სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად სულიერ ცხოვრებაში მთავარი არის ღმერთის განცდა, სუბიექტური განცდა, ჩვენს მიერ განცდილი სამყაროს შემოქმედისა. ეს თუ არ არის, ჩვენი ქრისტიანობა ვერ არის რეალიზებული. ფაქტობრივად ყველაფერი, რასაც ჩვენ ეკლესიაში ვაკეთებთ, ჩვენი სამხედველობა შეიცვალა, იმედია აღარა ვართ ისეთები, როგორც არ ვფიქრობთ ისე და არ ვხედავთ სამყაროს ისე, როგორც მანამდე ვხედავდით, სანამ რწმენა მოგვეცემოდა. ჩვენი ზნეობრივი ხედვაც, ნორმებიც გარკვეულწილად გამოსწორდა, შეიცვალა, გაუმჯობესდა. ჩვენი ცხოვრების წესის დისციპლინაც, მოწესრიგებულობაც, ხო, იმედი მაქვს. ადამიანი თუ არ შეიცვალა ამ კუთხით, როგორ შეიძლება ქრისტიანი უდისციპლინო იყოს, მოუწესრიგებელი იყოს, თავს რო ვერ აბავს რაღაც, ქრისტიანი მობილიზებული ადამიანი უნდა იყოს, კონცენტრირებული ადამიანი უნდა იყოს. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ახლა ეს სიტყვები ჩემთვისაც პირველ რიგში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვავლეთ თავს როგორც მოუწესრიგებლები, არაორგანიზებულნი, ქაოტურად ყოფნი, ეს არ ეკადრება ქრისტიანს ესეა. ხო, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, პლუს ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ ღმერთმა მოიღო წყალობა და განვიცადეთ ღმერთი და პერიოდულად მოიხილავს ხოლმე ჩვენს გულს ღმერთი, მადლობა ამისათვის და ეს ჩვენ გვაძლიერებს და ამიტომაც გვიყვარდება ღვთისმსახურება, ევქარისტიული მსახურება. ნელ-ნელა იზრდება ჩვენში იმედი იზრდება ნელ-ნელა ჩვენში და ეს იმედი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ იმედი ჩვენში არ გაჩნდა ღვთისადმი, მაშინ ჩვენი რწმენა არ ცოცხლდება და სიყვარულამდე ვერასოდეს ვერ ავალთ, იმიტომ რომ იმედი არის ღმერთზე მინდობა, უпростоრად არის, ეს მაგას ნიშნავს იმედი ამ შემთხვევაში, ღმერთზე მინდობას, არის ის უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც საბოლოო ჯამში ღვთის სიყვარულამდე მიგვიყვანს და გიყვარდეს ღმერთი ისე, რომ მისდამი სრული ნდობა არ გაგაჩნდეს, ეს არ არსებობს. ასევე ეს ყველაფერი ჩვენში ძლიერდება, შეიძლება ჩვენში გამოკრთება ხოლმე ხანდახან უანგარო სიყვარულიც კი ღვთისადმი, მაგრამ ეს ყველაფერი უფლის დახმარება, უფალი შეგვეწევა, განგვაცდეინებს, წინა გემოსხილვას, მოტივაციას გვაძლევს, გვაძლიერებს, მიმართულებას გვაძლევს, რაღაც ნიშნულებს გვიკეთებს, საიდკენ ვიაროთ, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ლოცვაც უფრო კადნიერი ხდება, კაი გაგებით, დარწმუნებულობა ჩდება, რომ როდესაც რაღაცა ჩვენს ახლობელს უჭირის რაღაცა პრობლემა იქნება, ღმერთს ვთხოვთ, ვიცით, ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვას და პერიოდულად ავლენს საკუთარ თავს და ეს კიდე დამატებით გვაძლიერებს, ღმერთი ჩვენთან არის და არასოდეს გვტოვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. მაგრამ ეს ყველაფერი ერთი მიზნისკენ უნდა მიდიოდეს. ხო, ერთი გამომჩა რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ურთიერთობა ჩვენ შორის, ურთიერთობები იხვეწება, უფრო ფაქიზი ხდება, უფრო მომთმენი, დამთმენი, მშვიდნი, მორჩილი ერთმანეთთან ურთიერთობებში, ერთმანეთში მეორე ადამიანში ვიწყებთ ხედვას ქრისტეს ხატობისა და მსგავსებისა, ეს ნელ-ნელა ეს პროცესები ყველაფერი სასიკეთოდ გრძელდება, ეს არის უკეთეს შემთხვევაში. ეხლა როგორ და სად ჩამორჩებით ეხლა ამ ჩამონათვალში, ეს ყველა ჩვენ თავთან განვიხილოთ ეგ საკითხი. მინიმუმამდე დადის ჩვენს გარშემო განაწყენებული ადამიანების რიცხვი, თუმცა ეს სრული განულება რა თქმა უნდა ვერ მოხდება სამწუხაროდ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვცდილობთ და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ერთი მიზნისკენ მიდის, მიისწრაფის, ეს არის ღმერთთან ერთობა, რომელიც ჩვენს მიერ სუბიექტურად უნდა განიცდებოდეს. თუ ადამიანი ეს ყველაფერი ჩამოვთვალეთ, რაღაც მეტნაკლებად ხდება, მაგრამ ადამიანში ნელ-ნელა არ ჩნდება განცდა ღმერთისა, რომელიც ნელ-ნელა, ჯერ იშვიათად ჩნდება, იშვიათად მე უნდა გახშვილდეს. დადგეს უნდა მომენტი ჩვენს ცხოვრებაში, როცა ადამიანი ღმერთს მუდმივად განიცდის, სულ განიცდის ღმერთს. ეს არის მოუკლებელი ლოცვითი მდგომარეობა. აქეთკენ უნდა ვიაროთ. და თუ ჩვენ აქეთკენ არ მივდივართ, ესე იგი რაღაცას ვაშავებთ. იმიტომ რომ სასუფეველი ეს არის მოუკლებელი ყოფნა ღმერთთან.
ეს არის მარადიული მდგომარეობა და რადგან მარადიულია, ის არ დადგება გარდაცვალების მერე. ის უკვე უნდა შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში და ის იქნება გარდაცვალების მერეც, მაგრამ თუ აქ საერთოდ არ არის, მაშინ ის გარდაცვალების მერე არ იქნება. გესმით რა შეასაქმე? იმიტომ რომ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, მანამდე ვაკეთებთ არჩევას. მე არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას აი აგონიაში როა სასიკვდილო აგონიაში და მაშინ დაეწყოს ეს და ესეც მასხონებელი იქნება, მაგრამ ახლა მე ჩემ აგონიას სად დაველოდო? და ჩემი გარდაცვალების წამების იმედზე ვიყო? ეს ხო სრული უგუნურობაა, მე ხო ამას ახლავე უნდა ვცდილობდე. შესაბამისად, მე თუ ხედავ ჩემში ეს ღმერთის განცდის დეფიციტია სერიოზული, ხო? ეს ნიშნავს, რომ მე უნდა რაღაცა ცოტა სხვანაირად გამოვხიზდე, რაღაცა რევიზია ჩაუტარო საკუთარ თავს. ეს არის ხო მიმოხილვა საკუთარი თავისა სიფხიზლე, მღვიძარება, სინანული ხო რაღაც პასიური მდგომარეობა არ არის, რომელიც თავისთვის მიდის, ის თავისთვის არ მიდის. ბაგი ხო არ ვიცით ჩვენ, რომ სინანული თავისთვის მიდის დრო, რომელიც სასიცოცხლო ძალებს გაძლევს და გართმევს და შენს პასუხისგებლობის წამს ღმერთის წინაშე წარდგები იმას აახლოვებს. ეს თავისთვის მიდის, მაგრამ სინანული თავისით არ მიდის. სინანული შენს აქტიურ ჩარევას საჭიროებს. შენ უნდა ჩაერიო მაშინ როგორც მნებებელი შენი სინანულისა. მნებებელი შენი სინანულისა. ეს მით რა შეასაქმე. ამიტომ ჩვენ აქ ძალიან აქტიურები უნდა ვიყო. და ეს ყველაფერი უნდა მიდიოდეს იქამდე, რომ ეს მარადისობის განცდა გქონდეს და ეს არის ღმერთის განცდა საკუთარ თავში. სხვა არაფერი არ არის მარადისობის განცდა, თუ არა ღმერთის განცდა საკუთარ თავში, რომელიც სუბიექტურად განიცდება და ის ობიექტურ ჭეშმარიტებას ასახავს. თუ რაღაცას განიცდი და ის ობიექტურ ჭეშმარიტებას არ ასახავს, ის მანამდე რაც ჩამოვთვალე, მანამდე არაფერი არ იქნება. განსაკუთრებულად არ იქნება მოყვასთან ურთიერთობა. ის იმ წამს ილუსტრაციას ახდენს სინამდვილეში რა მდგომარეობაში. და აი ეს სუბიექტური განცდა ღმერთისა რომ ჩვენში იყოს, ამის უმთავრესი, ერთ-ერთი უმთავრესი, შეიძლება ყველაზე მთავარიც. ის რაც უნდა გქონდეს ჩვენ არის ის, რომ მუდმივად გამოვეძიებდეთ ღვთისნებას, რომელზეც ჩვენ ხშირად საუბრობთ და ღვთისნების შესაბამისად ცხოვრობთ. და რა უშლის ღვთისნების გამოძიებასაც, გამოძიებულის დანახვასაც და დანახულის გათავისებასაც რა უშლის ხელს, რა თქმა უნდა, ამას უშლის ჩვენი ეგოიზმი. ეგოიზმი, რომლის მოცილება პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეს. აი, ეგოიზმს ვერსად ვერ წაიღებ, იმიტომ რომ ის შენში ესე შეწნულია, შესისხორცებულია, ყველაფერი თითოეული უჯრედი ჩვენი ეგოიზმით გამშვალულია. სულის ყოველი, აი რა ვიცი, სულს ახლა ეს ზომაწონას ხო ეს ვერ განსაზღვრავს სულს, მაგრამ ყველაფერი ეგოიზმით გაჟღენთილია. მას ვერაფერს ვერ უზავ. ერთადერთი რითაც ჩვენ ეგოიზმს ვამარცხებთ, ეს არის ისევ იქ მივდივართ ჩვენი პიროვნული არჩევანი, რომელსაც უნდა ენებოს, ანუ მნებებელი ხდება იმისა, რომ დაემორჩილოს არა საკუთარ უკეთურნებას, საკუთარ მიდრეკილებებს, არამედ ღვთისნებას. და ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩემი პიროვნულობა არსებობს არა როგორც ასეთი უბრალოდ სხვა რამით, რაღაცა შვენიერი მოცემულობა, რაღაცა კარგი ბუნებით, არამედ დაცემული ბუნებით. ჩემმა პიროვნებამ სხვა არაფერი იცის, თუ არა საკუთარი დაცემული ბუნება. ჩემმა პიროვნება არაფერი იცის გარდა ეგოიზმისა. ჩემ პიროვნებას სიყვარული ის გონია, რაც ჩემ ეგოიზმს აამებს. და თუ ჩემ ეგოიზმს აამებს, მე შეიძლება თავიც გავწირო. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, საკუთარი თავი რომ მივცე გასაწირავად, ესე იგი დასაწველად, ანუ თავი რომ გავწირო, ჩემ პიროვნებას თუ აამებს, მე შეიძლება დიდი ქველმოქმედი გავხდე. გესმით? ჩემ პიროვნებას თუ აამებს, დიდი რელიგიური მოღვაწეს გავხდები. თუ ჩემ პიროვნებას იამება და ჩემ პიროვნებას რას ნიშნავს პიროვნებას იამება? პიროვნება ცალკე ხო არ არის, პიროვნება მოიცავს ბუნებას, ესე იგი რაც ჩემ დაცემულ ბუნებას ეამება. გესმით რა შეასრულა? ჩემს ეგოიზმს რაც ეამება. აი ესე ცხოვრობს. ამიტომ ჩემმა პიროვნებამ სხვა არაფერი არ იცის, თუ არა ის რაც არის ეგოისტური ცხოვრება. მაგრამ აი ხარ ზუსტად სასწაული რწმენისა, რომ უცებ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიცი რომ ის არის.
და კიდევ ერთი სასწაული, არა მარტო ვიცი რომ ის არის, იმიტომ რომ ის ასეც შემეხო, ასეც. და ნუ ფაქტი ვიცი რომ არის. არა მარტო ის ვიცი რომ არის, იმიტომ რომ ის შემეხო და დამიდასტურა. არამედ ჩემ პიროვნებამ მოინდომა, მნებებელი გახდა, არა იმისა, რომ ჩემი დაცემული ბუნების უკეთური ნება აღასრულოს, არამედ იმისი ნება აღასრულოს, ვინც ნამდვილად არის. და იწყება ომი, რასაც ქვია ნამდვილი ომი ჩვენ შიგნით. და ამიტომაც არის ადამიანი რომ ინათლება ნათლობის წინ, მან აუცილებლად უნდა გაცნობიერებულად თქვას, ფუი ეშმაკს. და შეუდგები ქრისტეს. ესმით, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს აი ამ პიროვნულ გადაწყვეტილებას. ზოგს როგორია რომ ადამიანი ხა მექანიკურად მოინათლება და რა პრობლემაა და მექანიკურად მოინათლება, მე მექანიკურად გაიზრდება, მექანიკურად ჯვარს დაიწერს, მე მექანიკურად ეზიარება, მექანიკურად ახსარება სიტყვის და აი ეს არის თავი და ბოლო. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავში იმას, რომ ჩვენმა პიროვნებამ რაც ინება ხშირად გვიტყვია, რაც ავირჩია, ხო არჩევანი გავაკეთე, ასე არის ნებებელი ზუსტად. რომ არჩევანი გავაკეთე, დამთავრდა, არჩევანი გავაკეთე, აღარ უსმენ საკუთარ ეგოიზმს. უსმენ მხოლოდ ღვთისნებას. ეს არის უმტკივნეულესი პროცესი. ნუ ძალიან მტკივნეული პროცესია, იმიტომ რომ ის არ თმობს თავის პოზიციებს საკუთარი ეგოიზმი. სულ მუდამ ბრძოლა და ომშია. აი ამ კონტექსში ხდება ხა იმ ეგოიზმს კიდევ ვიმეორებ. ის ეგოიზმი მაინდამაინც ნადირივით კი არ არის. იმას თავისი რაღაც ესე კეთილშობილური ნიღბები გააჩნია ძალიან ბევრი. მათ შორის სიყვარულის ნიღაბი აქვს, ერთგულების ნიღაბი აქვს, მეგობრობის ნიღაბი აქვს, რელიგიურობის ნიღაბი, რელიგიურობის, ღვთის ერთგულების ნიღაბი აქვს. აბა ფარისევლობა რა იყო? რა ერთგულები არ იყვნენ? არ იცოდნენ წმინდა წერილი ზეპირად იწოდნენ, წესს ჟულს სიკვდილამდე ერთგულებდნენ. ყველაფრის ერთგულები იყვნენ. ანუ იმ ეგოიზმა იცის ბევრი რამე, სიყვარულიც იცის, ერთგულებაც იცის, თავგანწირვაც იცის, ქველმოქმედებაც იცის. მშვენიერების აღქმაც უნარი აქვს, შემოქმედებითობის უნარი, ყველაფერი იცის ეგოიზმა, ყველაფერი. მაგრამ ეგოიზმა რჩება საკუთარ თავში გამოკეტილი დემონის მსგავსი არსება. და რაც უფრო კეთილშობილურ რაღაცებს აკეთებს, მით უფრო მოხიბლული, აი კეთილშობილი ვარ, აი ქველმოქმედი ვარ, აი სიყვარული მაქვს და პავლე მოციქული სიწყალს ასხავს. ყველაფრის თავგანწირული სიყვარულით რომ გქონდეს, მოწამეც რო იყო და სიყვარული თუ არა გაქვს. აი ის სიყვარულზეა საუბარი, რომელსაც ქვია, როცა შენ მისნებას ემორჩილები, რომელიც შენთვის მოვიდა და შენთვის მოკვდა. და აი ამ კონტექსტში გასაგები ხდება მე უკვე ქრისტეს შემდეგი სიტყვები, რაც აი დღესაც აღმოვიკითხეთ მათეს სახარებიდან. რომელსაც უყვარდეს მამა, ანუ დედა უფრო ის ჩემსა. და ზოგს იბნევა ხოლმე ხო დამწყები ქრისტიანი, როგორ დედა და მამა არ მიყვარს, რას კი არ გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს და მეტიც, კაცო, ცნებათა გაკ არ გიყვარს და დედმამის შეურაცხყოფელი მოკვდეს, სასიკვდილო ცოდვაა. ეს ძველი აღთქმის კანონია, მაგრამ ის გადმოსულია თავისი სულით ახალ აღთქმაში. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ეგოისტს უყვარს დედას, მამას, შვილის, ყველას. ყველა შეიძლება გიყვარდეს. სიდადრით შეიძლება გიყვარდეს ეგოისტს. ესეთია ეგოისტი და მე თავი მოიწონო, მე ძმაო სიდადრიც მიყვარს. ყველა შეიძლება გიყვარდეს. ამიტომ გეუბნება, რომელსაც უყვარდეს მამა, ანუ დედა უფრო ის ჩემსა, იგი არ არის ჩემ და ღირს. რა თქმა უნდა ეს სიტყვები საშნელი სიტყვებია, როცა ღმერთი გეუბნება, რომ ჩემი ღირსი არ ახარ. გესმით რას ნიშნავს ეს? ღმერთი რომელიც არის სიყვარული, რომელიც შენთვის მოკვდა, გეუბნება, რომ ჩემი ღირსი არ ახარ. აი ჩვენ სანდახარ ქრისტეს არ მიხილავთ რაღაც სენტიმენტალურ ფერებში. გესმით, გახსოვთ ვარსების სამშაბათის საკითხავში იყო ესეთი რამე, რომ უფალო რასაკეთებო, ხედავ ამ სიტყვებს რო ეუბნებიო, დაბყოლდენო და წავიდენო ვიღაცებიო, მოწაფეები ეუბნებოდა. ქრისტე ნახე რა როგორ პასუხობს. გაუშვი წავიდენ. სიყვარული, განხორციელებული სიყვარული, რომელიც ყველაზე უკანასკნელი ცოდვილისთვისაც კი ღვრის ჯვარზე თავის სისხლს, რა სიტყვებს ამბობს? გაუშვი წავიდენ. ეს არის გაგიჟდა როგორ ისეთი რამე თქვია რომ ვერ გაიგეს წავიდენო, დაბყოლდენო, გაუშვი წავიდეს. და აი ესე იტყვის ჩვენზე, გაუშვი წავიდეს. არ უნდა თეოდორეს ჩემ დაუხმნა, გაუშვი წავიდეს. ნახეთ რამ ხელა პასუხისგებლობა აქვს ჩვენ თავისუფლებას.
ღმერთი რომელიც შენთვის მოვიდა და შენთვის მოკვდა, რწმენას კი მოგცა, შენზე ზრუნავს, თუ დაინახა რომ არ გინდა, გაუშვწავიდე, საწავიდე რომ წავიდე. თქვენ ხომ არ წახვალთ მოწაფეებს რეუნება და პეტრე რას ეუბნება, საწავალთ როთა შენთან მარადიული სიცოცხლეა. სხვაგან არ არის სიცოცხლე, შენთან არის, საწავიდე კაცო. მაგრამ უფალი გეუბნება გაუშვწავიდეს. და აი რომელსაც უყვარდეს მამა ანუ დედა უფროს ჩემს, იგი არ არის ჩემ და ღირს, ასევე საშინელი სიტყვები, მაგრამ იმ სიტყვების გავსი გაუშვწავიდეს. და რომელსაც უყვარდეს ძე, ანუ ასული უფრო ის ჩემსა, შვილი წარმოიდგინე. და თუ გეყვარება შვილი ჩემზე მეტად, იგი არ არის ჩემ და ღირს. აი სწორედ ამ ეგოისტურ სიყვარულზეა საუბარი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს, ეს სიყვარულია კრუხსო მწიწილა უყვარს, ლამაზია, მშვენიერია, თავსაც წირავს კრუხი. გესმით? გადასარევია. მაგრამ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ კრუხს წიწილა უყვარს. ამაზე ვსაუბრობთ, ამ ინსტინქტებზე ვსაუბრობთ. რომელიც ლამაზია, კარგია, მე როგორ შეიძლება ამის უარყოფა, დიდებულია. ამაზე ვსაუბრობთ. თუ მარადილ სიცოცხლეზე ღმერთში, როგორც ღმერთის მსგავსი არსებანი, იმაზე ვსაუბრობ, რაღაც გონება მიუწვდომელზე, ისეთ დიაძე, რომ საშიშიც კი არის, გააზრებაც, რა ბედნიერება გველოდება, რაზე ვსაუბრობ? და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს, მე კი არ არის ჩემ და ღირს. არ გათავისუფლებს უფარი ამ ქვეყნიური ტანჯვისგან. ჩვენ ხო გვაქვს ეს ილუზია. ხშირად არა, აიღე შენი ჯვარი არ გადააგდებო, არ გაგიუქმეო, აიღე ჯვარი, არ ვეცოდები, ხო ვირწმუნე, აიღე შენი ჯვარი და შემომიდექი მე. ვინ ჩაუტარებს უფლის სიტყვებს, რევიზიას და არ გააკეთებდა ჩემი ღირსი არახა. რომელმან მოიპოვოს სული თვისი წარიწყმინდოს, იგი აქ სწორედ ეგოისტურ სულის, ანუ სული ამ შემთხვევაში სიცოცხლის სინონიმია. სიცოცხლე, საკუთარი სიცოცხლის ხედვა ეგოისტურად. ეგოიზმი, აი ეს ჩემი, რომელიც კიდევ იმეორებს, სულ ნიღბებს იკეთებს. რა თქმა უნდა, იმ ეგოიზმის დანახვა, რომელიც იტყვის, რომ მე არავინ ყველა მეზიზღები და მარტო მე ვარ და ტირანად რო იქცევი, ხო? კი, ეს ადვილი დასანახავია. მაგრამ როცა ეს ნიღბებს იკეთებს, კიდე ჩამოვთვალო, ხო, სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობა, ერთგულება, რელიგიურობა, ზნეობრიობა, პატრიოტიზმი და ყველანაირი ქველმოქმედება, თავგამოდება, თავგანწირვა, ყველანაირი ნიღბის გაკეთება შეუულია ეგოიზმს და მაშინ როგორ უნდა მიხვდე, რომ ეს ეგოიზმია და არა ნამდვილი. აქ არის სიბრძნე ჩვენი და რომელმან მოიპოვოს სული თვისი, ანუ ეგოისტურად თავის სიცოცხლე წარიწყმინდოს, იგი რომ დაკარგავს იგი თავის თავს და რომელმან წარიწყმინდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი. აქ არის გასაღები. წარიწყმინდოს თუ შენი ნებით მოქმედებ და შენი მნებებელი, ანუ შენი პიროვნება შენს ნებას ემორჩილება, რა სიამოვნებს მას. ეს ნიშნავს, რომ სულზე ეგოისტურად ზრუნავდა. როგორც კი შენ ნებას უარყოფ და მხოლოდ ღვთისნების გამოძიებას დაიწყებ, აი შენ ეგოისტურ სიცოცხლეს წარიწყმედ, ანუ დაკარგავ, უარყოფ. მათ შორის შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა შენ ღირსებაზეც კი უარი თქო. აი რასაც სალოსები აკეთებდნენ ხოლმე მაგალითად. რომელმან შეგიწყნარეს თქვენ მე შემიწყნარა და რომელმან მე შემიწყნაროს შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. ასეთი ადამიანი, რომელიც თავის თავში ღვთისნებას ეძებს, მერე ესეთი ადამიანი სხვაშიც ხედავს ღვთისნების აღსრულებელს, რომელმან ასვას ეთი მცირეთაგასა სასმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფის ამინგეთყვი თქვენ არა წარუწყდეს სასყიდელი მის, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ადამიანს იღებ როგორც ღვთისგამოგზავნილს და მით უმეტეს თუ ის ქრისტესია, მის მიერ ქრისტეს იღებ და ქრისტეს მიღებით, რა თქმა უნდა, მარადილ სიცოცხლეს სეციური მამიშვილობას იღებ. ანუ ასე დროს ადამიანი ხდება მცნობელი ყოველ ადამიანში რა ხდება და როგორ ხდება სულიერი თვალი ეხილება და ხედავს ამას და ქრისტეს უერთგულებს ყოველ ადამიანთან ურთიერთობაშიც ამავე დროს. რომელი თავმიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ამბობს: გლოცავ თქვენ ძმანო, ანუ გევედრები ძმანო, მოწყალებათათვის ღვთისათა, წარუდგინენით ხორცნი თქვენი ეგემ მსხვერპლად ცხოველად, ანუ ცოცხალ მსხვერპლად, წმინდად, სათნოთ ღვთისა მეტყველი ეგემ მსახურებაით თქვენი. ანუ პავლე მოციქული გვეუბნება ეგოიზმის გათავისუფლების ერთ-ერთი მახასიათებელი
ერთ-ერთი პირობა რა არის, რას უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენი ხორცი, ან ჩვენი ბუნება მთლიანად, აქ ხორცში ბუნება იგულისხმება ცოცხალ მსხვერპლად, შენი შენთაგან შენ და შემწირველი. ანუ განვუკუთვნოთ საკუთარი თავი ღმერთს. პავლე მოციქული ამ სიტყვებს სხვადასხვანაირად ბევრ ადგილას ამბობს. როცა ადამიანი ეგოისტურად ცხოვრობს, თავის ბუნებას ცოდვას ახმარს. ანუ ღვთისნებას არ ახმარს, შესაბამისად ცოდვას ახმარს. ეს ერთი მხარეა და როცა ადამიანი ღვთისნების მიხედვით ცხოვრებას ცდილობს, აიძულებს უკვე საკუთარ თავს. პიროვნულ არჩევანს რო აკეთებს, მე აიძულებს საკუთარ თავს, რომ მისი ბუნება, მათ შორის ხორციელი ბუნება, სულიერის ეს მისი დაცემული ბუნება უკვე ემორჩილებოდეს არა ბუნებით ნებას, არამედ ღვთისნებას. ღვთისნებას და ეს ნიშნავს, რომ ცოცხალ ღმერთს მსხვერპლად წირავს საკუთარ თავს. და ეს მსხვერპლი არის წმინდა და ესეთი დროს ადამიანი სათნოთ ღვთისსა, ღვთისმეტყველი ეგე მსახურებაი თქვენი, ანუ გონიერი მსახურება, აი ღვთისმეტყველი მსახურება, ეს იგივე არის გონიერი მსახურება, გააზრებული მსახურება. აი წეგანას გითხარით, ხო ადამიანის სინანული გააზრებულია, ზიარება გააზრებული, ლოცვა გააზრებულია, ქველმოქმედება გააზრებულია, ურთიერთობა გააზრებულია, რომ თუ გააზრებული და გონებისმიერი არ არის, მაშინ ის ღვთისმეტყველი მაგას ნიშნავს ზუსტად, რომ ესე იგი ღვთისნება განცხადებული ჩემს მსახურებაში, აი ასეთი უნდა იყოს ჩვენი მსახურება და თუ ასე მოვიქცევით, ყველაფერი ჩვენი მსახურება იქნება პავლე მოციქული, როგორც იტყვის, რასაც არ უნდა იქმოდეთ, ყველაფერს ღვთის სადიდებლად იქმოდეს. ანუ თუ ადამიანი გააზრებულად მოქმედებს, ხო? ყოველთვის მისი ყოველი ნაბიჯი, პატარა გაღიმებაც კი, ესეც კი ღვთისმეტყველი მსახურება, ანუ გონიერი მსახურება არის. და ამავე დროს კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს პავლე მოციქული, რომ ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, რომელიც სწორედ იქით იმისკენ გვიბიძგებს, რომ ჩვენი ეგოისტური ნებით ვიცხოვროთ და თან ნიღბებს გვირიგებს, არამედ შეიცვალენით განახლებით ამით გონებისა თქვენისაითა შეიცვალენით, ანუ მეტანოი, ანუ სინანული, რასაც ქვია. გონების განახლებით შეიცვალენით, ანუ მუდმივად ჩვენში არსებობდეს უნდა ეს სინანულის პროცესი. იმისათვის რომ ამ სოფლის მსგავსი არ გავხდეთ, უნდა მუდმივად მიდიოდეს ეს პროცესი სინანულისა და როცა ადამიანი ასე ცხოვრობს და როცა ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავში ებძვის ამ სოფლის სულს, რომელიც სწორედ ეგოიზმით ამარცხებს ადამიანს ხოლმე, ამ ნიღბებს შემოსილი ეგოიზმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს უნდა ქონდეს, ეს არის ნიშანი იმისა, რომ სწორად ცხოვრობს, ეს არის სიხარული. აი პავლე მოციქული ამბობს, მარადის გიხაროდენ. ეს არის სიხარული იმისა, რომ ღმერთი არის, რომ ადამიანად მოვიდა და გულმა მიიღო ის და შენ ცდილობ, რომ მისი ნება აღასრულო ყოველ წამს, გამოიძიო და აღასრულო. ეს ადამიანში ბადებს მადლიერების განცდას და მადლიერების განცდა ბადებს სიხარულს. და თუ ადამიანს ეს სიხარული არ აქვს, ესე იგი მას არ აქვს მადლიერება. მადლიერების ნაყოფი სიხარულია. და თუ სიხარული არ აქვს, მადლიერება არ აქვს, თუ მადლიერება არ აქვს, და შეიძლება რომ მადლიერება არ გქონდეს. შეიძლება ქრისტიანს აი რაც არ უნდა მოხდეს, რა განსასწრელიც არ უნდა იყოს ამ სამყაროში. სიკვდილის პირას რომ მიგვიყვანონ, უსამართლოდ მოგვექცენ და დაგხოცონ, შეიძლება რომ მადლიერება არ გქონდეს, თუ იცი შენი გამოცდილებით, რომ ღმერთი არის, შეიძლება რომ მადლიერება არ გქონდეს. და ამიტომ დავაკვირდეთ საკუთარ თავს, როდესაც ჩვენ სიხარული არ გვაქვს, იცოდეთ რომ პრობლემა გვაქვს. ეს სიხარულის არ ქონა ჩვენი გულის დემონურ მდგომარეობას მიანიშნებს. გულს სულ უნდა უხაროდეს, რომ არის ღმერთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ვიღაცა იკითხავს, აბა მგლოვარება უნდა გქონდეს ამავე დროს გლოვარება უნდა გქონდეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ აქ რაღაცა პრობლემა მაქვს, ვიღაცამ გამაბრაზა, ვიღაც ცუდად მომექცა. მგლოვარება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო აქვს ადამიანს. ეს არის უღმერთობის გამოვლინება ჩემში თუ მოყვასში. როცა ვხედავ, რომ მოყვასი ქრისტეს ღალატობს, ვერ ხედავს, ეს გლოვარებას უნდა ბადებდეს. და ასევე, როდესაც მე მინდა, რომ მუდამ ღმერთს განვიცდიდე და ვერ განვიცდი, ესეც გლოვარებას უნდა ბადებდეს, მაგრამ ამავე დროს მადლიერება არ უნდა დამავიწყდეს, იმიტომ რომ მე ხორწყმე მორწმუნე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდები მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ისე ვერა ვარ, ხომ წამს და ეს წმენა მადლიერებას ბადებს და მადლიერებას სიხარულს შობს და ქრისტეს მიერ მოხარული ადამიანის მდგომარეობა ზუსტად ისეთია, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ეს არის ის, რომ იგი ცდილობს ღვთისნებით იცხოვროს.
და რომ ღვთისნების საწინააღმდეგო ცხოვრება ყოველთვის მადლიერებას გვართმევს, რომელიც მადლიერებას კლავს სიხარულს შობს. შეგვეწიოს უფალი და მოგცეს ძალა იმისა, რომ მარადის გვიხაროდეს, რომ ქრისტიანები ვართ, ვიყოთ მუდმივად მადლიერნი და მივისწრაფოთ იქეთკენ, რომ მუდმივად განვიცდეთ ღმერთ ჩვენში სუბიექტურად, რომელიც იქნება ამსახველი იმ ჭეშმარიტი ობიექტური რეალობისა, რომელიც ყველა ქრისტიანში უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, ხიბლის გარეშე შეგვეწიოს უფალი, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.